ფილოსოფიის ისტორიაში ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, ვინც ნიკოლო მაკიაველის მსგავსად პოპულარობას მიაღწია. ეს არის ფილოსოფია, რომელიც თითქმის მთლიანად პოლიტიკას ეძღვნება. ეთიკა და რელიგიაც ფიგურირებს, მაგრამ მხოლოდ როგორც მთავარი თემის დამხმარე ელემენტები. ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში მისი სახელი ხშირად ნეგატიური ასპექტითაა აღქმული. ეს რა თქმა უნდა იმის შედეგია, რომ ჩვენი დროის პოლიტიკოსები საჯაროდ გმობენ ბოროტებას, თუმცა ამავე დროს მის გამოყენებას არ ედებიან. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ისინი იძულებულები არიან ასე მოიქცნენ, რათა ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ. მიცემთ ამ შეხედულებას უფლებას, რომ მაკიაველის ნაშრომების მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეცვალონ. მთავარი და გასჯები ტიტული ლივიუსის პირველი 10 წიგნის შესახებ დიდებული ნამუშევრებია. პირველად გამოჩნდა ფილოსოფოსი, რომელიც არ იყო იდეალური, უტოპიური სამყაროს შექმნით დაინტერესებული, არამედ იმით, თუ როგორ ფუნქციონირებს რეალური სამყარო. მაკიაველის ფილოსოფიის მიზანია უკეთ გავიგოთ, რატომ აღზევდებიან სახელმწიფოები, რატომ ეცემა ისინი და რატომ შეიძლება მათი სტაბილურობის შენარჩუნება, რათა მათ გარდაუვალი დაცემა, რაც შეიძლება მეტად გადაიდოს. მას ჯერა რომ ეს შესაძლებელია, რადგან ადამიანის ბუნება არ იცვლება. ბრძენი ადამიანები ამბობენ და არა უმისედად, რომ ვინც მომავალს წინასწარ განჭყრეთ და სურს, უნდა მიაგოს ყურადღება წარსულს, რადგან ადამიანთა ქმედებები მუდამ ჰგავს წინა ეპოქებისას. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ისინი კვლავ იმავე ნებებით არიან შეპყრობილნი და შედეგად იმავე მოვლენებს იწვევენ. მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა მივიღოთ, ისაა, რომ ყველა ადამიანი ბუნებრივად ცუდია და საჭირო გარემოებების შემთხვევაში ყველაფერს მოიმოქმედებს თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ იმავე პირობებში საჭირო ხელმძღვანელობის შემთხვევაში ისინი შეიძლება გახდნენ ცივილებურები და კანონმორჩილები. სახელმწიფოს შესაქმნელად და მისი შენარჩუნებისთვის აუცილებელია ორგანიზებული ძალის არსებობა. სწორედ ძალით უნდა დამკვიდრდეს კანონები, ხოლო კანონებით ჩვევები. როდესაც ჩვევები მყარად დამკვიდრდება, მკაცრი ძალის გამოყენება აღარ იქნება საჭირო. მაკიაველი თვლის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა უნდა შექმნას ან მიიღოს რელიგია. რეალურად არ ყოფილა არც ერთი კანონმდებელი, რომელიც ღვთაებრივი ავტორიტეტის გარეშე თავის კანონებს ხაზს შეასმენდა. ამიტომ ის პატივისცემით ეპყრობა მათ, ვინც რელიგიას ამყარებს და ზიზღით მათ, ვინც ანგრევს მას, როდესაც ღმერთის შიშიქრება ქვეყანასგან ადგურების გზას ადგება. თუმცა არსებობს სახელმწიფოებისთვის ალტერნატიული გზა. ხალხს უნდა შეეშინეს თავად მმართველის, მაგრამ მმართველები მომკვდავები არიან, ამიტომ რელიგია ყველაზე საიმედო გზა რჩება. მიუხედავად ამისა, მაკიაველი უარყოფითად აფასებს ქრისტიანობას. მისი აზრით, ქრისტიანობა ადამიანების სიკვდილის სიყვარულს ასწავლის, სამოთხის მიღწევის იმედით. გარდა ამისა, მან უმაღლეს სიკეთე თავდაბლობასა და სულიერ სიღარიბეში განსაზღვრა, რაც მაკიაველის აზრით იტალიის დასუსტების მიზეზი გახდა. მაკიაველი უფრო სასარგებლოდ მიიჩნევს რომაულ რელიგიას, რადგან ის ადამიანის მთავარ ღირსებად გონების სიძლიერესა და სხეულის ძლიერებას მიიჩნევდა. ასეთი მოძღვრება სახელმწიფოს აძლევს საშუალებას იმოქმედოს თავის ინტერესებში, მორალური შეზღუდვების გარეშე. როდესაც საქმე ქვეყნის კეთილდღეობას ეხება, არ უნდა ვიფიქროთ სამართალზე თუ სამართლობაზე, გუნდ-მოწყალებაზე თუ სისასტიკეზე, დიდებაზე თუ სირცხვილზე, არამედ გვერდზე უნდა გადავადოთ ყველაფერი და მივმართოთ იმ გზას, რომელიც სახელმწიფოს გადარჩენას და თავისუფლებას უზრუნველყოფს. თვის აუცილებელია ისეთი ლიდერი, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გააკეთებს იმას, რაც საჭიროა. სიცრუე, ძალადობა, ყველაფერი გამართებულია სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. როდესაც აქციელი გასჯის მმართველს, შედეგი უნდა ამართლებდეს მას. მაკიაველის მთავარი ოცნება იყო იტალიის გაერთიანება, მაგრამ მან კარგად იცოდა, რომ ეს მშვიდობიანი გზით შეუძლებელი იყო. საჭირო იყო ძლიერი პიროვნება, რომელიც არ მისცემდა სინდის საშუალებას, რომ შიშარა გაეხადა, არამედ რკინის ხელით იმოქმედებდა და თავის მიზანს ყველა საშუალებით მიაღწევდა. მისი იმედით ჩესარე ბორჯიას უკავშირდებოდა, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ის გაერთიანების ძალა, მაგრამ ბედმა უღალა და ჩესარე და მის მამას ავადმყოფობა მოუსწრაფა სიცოცხლე. მოგვიანებით მაკიაველის უბედურ მოვლენებში გაეხვია, როდესაც ფლორენცია მედიჩებმა დაიპყრეს. თუმცა შესაძლოა სწორედ ამ მოვლენებმა უზრუნველყო ის, რომ მაკიაველი დღეს ყველასთვის ნობილის სახელი გახდა. მთავარი
წიგნი რევოლუციური იყო თავისი დროისთვის. ის მმართველობისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას სხვა მსგავსი წიგნებისგან გამოარჩევს ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: ბოროტების გამოყენების აუცილებლობის აღიარება ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის. ჩემი მიზანია დავწერო რაღაც ისეთი, რაც გამოადგება მას, ვინც გაიგებს. ამიტომ სჯობს თქვა სიმართლე, ვიდრე წარმოვადგინო, როგორი უნდა იყოს სამყარო. მაკიაველი ასწავლის, რომ რაც კარგია სახელმწიფოს, ის შეიძლება არ შეესაბამოს მმართველობის მორალურ ფასეულობებს. ამიტომ მმართველმა უნდა იცოდეს, როგორ და როდის გააკეთოს ბოროტება და გამოიყენოს ის საჭიროებისამებრ. მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნა 5 რომაული იმპერატორის წარმატებული მმართველობა სიკეთის გზით, მაკიაველი მაინც მიიჩნევს, რომ ძლიერი არმია და ჭკვიანური დიპლომატია აუცილებელია. ზოგჯერ დიპლომატია უფრო მეტს აღწევს, ვიდრე ომი. რაც მთავარია, მმართველს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სათნო ადამიანობის ნიღაბი, თუნდაც საჭიროების შემთხვევაში მან საპირისპიროდ იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ მმართველს ყველა სათნოება არ სჭირდება, მისთვის სასარგებლოა, რომ ასე ჩანდეს. მაკიაველიმ სამყარო აჩვენა, როგორ იქცევიან ადამიანები რეალურად და არა როგორ უნდა იქცეოდნენ. ფრენსის ბეკონი ამბობდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი მაკიაველისა და სხვა მსგავსი ავტორების, რომლებმაც გახსნილა და ყოველგვარი დაფარვის გარეშე გვაჩვენეს რა სჩვევიათ ადამიანებს და არა რა უნდა აკეთონ მათ. მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველმა ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი წააგო, მან ისტორიაში საკუთარი ადგილი მაინც მოიპოვა. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში, რომელ ფილოსოფოსზე გინდათ ვიდეო შემდეგში.